მადლობისა. ეს არის პოდკასტი ნიკუშასთან თავარ როლში YouTube-ზე და მთელი პირველი სეზონის განმავლობაში გვაინტერესებდა ვინ იყო ლიკა ტალახაძე და გამოჩნდა ბოლოს. ეგ მე მგონი აინტერესებდა თვითონ სცენარისტსაც და რეჟისორსაც, იმიტომ რომ თავიდან სანამ გამოჩნდებოდა ალბათ თვითონაც არ იცოდნენ ვინ შეასრულებდა ამ როლს და მე უკვე რო გადაწყდა და გამოჩენილი იყო ეს პერსონაჟი, მე კასტინგის საშუალებით შემარჩა. აი ლიკა შუკაკიძე, გამარჯობა. სიყვარულს გვაქვს პირველი თემა სერიალზე, რომელიც ჩვენ მონაწილეობდით და ლიკა, მოდი აქ მომხელთ, რომელი უფრო უკვირდა ხალხს თამთელორი შვილი ორი კაცისგან თუ ის რომ ნუნუ მართლა მზად იყო თუ წაეთქრია. ვიცი. აი ავალაკი ფეხლა მეამებს. თქვენ არაფერი გიჭამიათ. ხო, რაღაც არ მინდოდა. თუ მე რომ ხედავთ ჭამის ხარისი გეკარგებათ. ხო, რას მიყურებთ? სულელი არ ვარ. ძალიან კარგად ხვდები, რას ფიქრობთ ჩემზე იმის მერე, რაც გაიგეთ, რომ მე და ნიკა ერთად ვართ. არ მეინტერესებს, რას მეტყვით. ეხლა კარგად მომისმინეთ და დაიმახსოვრეთ. არ გაბედოთ ჩვენს ურთიერთობაში ჩარევა. უბრალოდ არც კი გაიფიქროთ. თორემ მერე მოგიწევთ მთელი ცხოვრება ბოდიშები მიხადოთ მეც და თქვენს შვილსაც. იმედია ხვდებით, რომ ვიღაც სულელი გოგო არ ვარ, რომელიც კანკალებს იმის შიშით, მომავალ დედამთილს მოვეწონები თუ არა. ფეხებზე მკიდია ჩემზე რას ფიქრობთ. თავარია ნიკა ბედნიერია ჩემთან და მე მასთან. მიხარია რომ ყველაფერი გავარკვიეთ. ახლა გავალ ნიკასთან. ძალიან მომენატრა. ნუნუს რეაქცია მე ჩვენი ბოლო სცენარო იყო, ასე ვთქვათ, სადაც ნუნუ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე, რომ პირდაპირ ვუთხარი ყველაფერი სათქმელი ხალხისგან წამოვიდა კომენტარებში რეაქცია, რომ ყოჩაღ აი ესე უნდა ასეთ ადამიანს რო ერევა უხეშად შვილის თუნდაც შვილის პირად ცხოვრებაში და მივხვდი რომ საზოგადოებას მე მგონი ის უფრო უკვირდა რომ ნუ არ უკვირდა ბოლოს შაქალაკი და ორი ქმარი, აქაც ორი ქმარი, მე მგონი რაღაცნაირად ხო ცხოვრებაში არ ყავს ორი ქმარი თორე ისე სერიალებში რაღაცნაირად დაეფხა რომ ორი ქმარი ყავდა ორივე სერიალში. გახსოვს სცენა, სადაც ნუნუ ისე გვერდა შოთვითონ დაგებხვირა, ანუ როლი როლად, მაგრამ ეგ შეხედვა მართლა აი მაგრამ რეალური იყო. რომელი? აი ნუნუ რო დაგებხვირა, აი როცა გაიგო, აი ხომზე რო დაგპატიჟეს. ხო, რაღაცა დაგებხვირა ესე თითქოს კი, ყველაფერს ეს არის პერსონაჟი, ეს იყო გოგო ქალბატონი, რომელიც მგონია რომ ძალიან ჭკვიანი და შემდგარი ადამიანია, ჰქონდა თავის პროფესია, პირად ცხოვრებაში ჰქონდა გამოცდილება იმის, რომ ერთ ოჯახში არ გაუმართლა და დაენგრა ოჯახი და ასაკითაც ალბათ ნუ აღარ იყო მართლა 17 წლის გოგო, რომ რაღაცებზე თვალი დაეხუჭა და პირიქით ის პირდაპირ მიდიოდა ცხოვრების ესე ცხოვრების სერიალი და რა საქართველოში უცხარო და ეგრეა უკვირთ ორი ქმარი ორი შვილი რა მე მგონი აღარ თუმცა ალბათ ასაც გააჩნია ჩვენს დედებს ალბათ ბებიებს კიდე შეიძლება უკვირდეთ, მაგრამ ჩემ თაობას და ჩემზე პატარა თაობას უკვე ნამდვილად ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა. და საერთოდ რა არის გასაკვირი ამაში, როცა ადამიანს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლებს, რატო არის ეს კატასტროფა, რომ აღარ შეიძლება რომ გათხოვდეს, ან ყავდეს საყვარელი ადამიანი და იყოს ბედნიერი. არ შეიძლება. ხა კითხვები გვაქვს შაქალაკზე. ლიკა რეალურად როგორი ელქნება, როცა სერიალში ნაკლებად ჩახარ, მაგრამ ყველა ზუსტად შენი გვარი იცის, ანუ ლიკა ტალახაძე ყველგან იყო გარდა კადრისა. ლიკა ტალახაძე შეხედე დაგვინახე
ნამდვილად რამოდენიმე ჯერ გამოვჩნდი სერიალში და იყო ძალიან სასიამოვნო ჩემთვის ის ფაქტი და დღემდე ადამიანები მცნობენ შუა ქალაქიდან. ლიკა ტალახაძე ახსოვს ყველას და ეს არის რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო. ერთ-ერთ სეზონში, როდესაც გამოჩნდი შენ, ქორწილის თემა იყო და გაიცანდეს ლიკა ტალახაძე იყო ფურორი. არა, ვაქციებდა რა თავს მართლა ინტერესებდა ვინ იყო. იყო კი. ეს გაიცანით ჩვენი საუკეთესო მეზობელი ლიკა ტალახაძე. ძალიან სასიამოვნო. საერთოდ ძალიან სასიამოვნო მახსენდება ის პერიოდი შუა ქალაქის. როცა ხალხი ქუჩაში გეკითხებოდა, აუ ეს შენ ხარ ლიკა ტალახაძე, პირველად რას ფიქრობდი, აი შიგნით რა რეაქცია გქონდა? ძალიან მიხარდა. მე ძალიან მიხარია ყოველთვის ადამიანებისგან წამსული სითბო და არ მესმის არასდროს, ну, ალბათ აქაც არ ვიცი რასაა დოზას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის ანუ მსახიობი ხარ იმისთვის, რომ ადამიანებს უყვარდე, ხო? შენი როლები უყვარდეს, იმიტომ ემსახურები ამ პროფესიას და ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ადამიანებისგან ვიღებ სითბოს, ყურადღებას. მე ჩვენი მეტად სულ ვუგდებ ლიკას TikTok-ზე, თავის იმას რა ქვია, შუა ქალაქიდან, ყველაფერს გიგდებ. და ისე მიხარია ხოლმე, რომ გავხსნი, რაღაცას რომ გამომიგზავნი, სულ ვიცი რომ გამეხარდება, ისეთი რაღაც იქნება და ძალიან სიამოვნებს. და პირველად შეხვდი. ერთ-ერთმანეთს და მაგარია. და სხვადასხვა რომ შევხვდით დღეს, იმდენად მეგონა რომ დიდი ხანია გიცნობ, რომ არ მქონდა ეს შთაბეჭდილება, რომ პირველად ვნახე ადამიანი და პირდაპირ ძალიან ახლობლურად ესე წერთ ლიკ. მაშინ ხაი ინსტაგრამი, TikTok-ი არაფერი იყო იმ პერიოდში. როგორია ეგ პოპულარობა იმ ხანებში მიღებული და დღესაც გრძელდება, ხო? რომელი პოპულარობა სერიალებიდან? მეხმარება თუ არა TikTok-ზე და Instagram-ზე თუ არა, ნახე, მაშინ ხო არ იყო Instagram და TikTok-ი ესეთი აქტუალური. რო ტელევიზია იყო. კი, როგორი იყო, როგორი ეგ პოპულარობა იმ ხანებში? ძალიან პოპულარული იყო ეგ სერიალიც და ამ სერიალში მონაწილე ყველა პერსონაჟიც. და დღეს კიდე რაღაცნაირად ჩაანაცვლა. ნუ თლად ალბათ არ ჩაანაცვლა, მაგრამ დიდი როლი ითამაშა TikTok-მა და Instagram-მა და Facebook-მა. და სხვათა შორის მე თუ მკითხავ, ეს უფრო სამართლიანია, ასე ვთქვათ და რატომ? ვიცი, რომ ტელევიზიაში გირჩევს ადამიანი სუბიექტურად. მას რაც მოწონს, აი ვინც მოწონს დავუშვათ წამყვანი, ვინც მოწონს მსახიობი, იმას ირჩევს და დამოკიდებული ხარ ვიღაცის არჩევანზე. და TikTok-ის და Instagram-ის შემთხვევაში შეგიძლია შენ თავისუფლად აკეთო შენი საქმე და გახდე რეალიზებული და შეგიყვაროს ხალხმა და YouTube-ი რა თქმა უნდა პირველ რიგში. კი. YouTube-მა ნუ ძალიან ყველა გადმოვიდა, მათ შორის მეც გადმოვედი YouTube-ზე. კი, კიდე მე მგონია რომ ტელევიზია უკვე ხო, ტელევიზია უფრო ალბათ აი კიდე წეგანაც რაც თქვი სხვა თემაზე განმეორდები რომ უფრო დედების, ბებიების თაობა მაინც უფრო ალბათ რასაც მიჩვეულია ისინი, თორე თანამედროვე ახალი თაობები ალბათ YouTube-ზე მოწამდება. ნუ ალბათ მე კიდე სხვა რაღაც შემოვა და კი, მაგრამ არ იყო ეს პოპულარული YouTube-ი, არხი რა როგორ შეგექნა. ხო. ხლოტები რომ რეალურად იქნეს საქართველოს გოსიპ ქვენები. შენი პერსონაჟი რა იყვნენ? გოსიპ ქვენი. ხო, კი. შენი პერსონაჟი რომ ახსენებდნენ, სულ არ გეცინებოდა, რა რეაქცია ჰქონდა შენ როგორც ლიკა? ძალიან მეცინებოდა და თან ფანტასტიკურად ასრულებდნენ, იყო არაჩვეულებრივი დუეტი ეს დები და ნუ იყო ძალიან სასაცილო და როგორიათ რომ მართლა დები არიან? კი. და მართლა რაღაცნაირად თითქოს არ გვანან, მაგრამ თან გვანან. კი. თამარ მიცდა და შენი პერსონაჟის ყველა ფეხის ნაბიჯი. გადახედებზე არ ხუმრობდი, თამარ შენ FBI ხარ? ტიპის.
კი, ხუმრობდით ხოლმე რა თქმა უნდა, მაგრამ გადაღებებზე იყო ცოცხლად ჩაწერა და ეს ხო არ იყო და უშუალოდ გადავიღე და წინასწარ მომემზადე დრო იწყებოდა, მიდიოდა მთლიანად და არ გქონდა იმ საშუალება რომ გვეხუმრა. რაღაცებზე გვესაუბრა რა, წერდით. მერე ხდებოდა. ხო, მერე და რა თქმა უნდა იყო ხუმრობებიც და რას ვერ ჭით ამ გოგოს. შენი აზრით გლოტები დღეს რომ გადიოდნენ ეთერში TikTok-ზე პირველ ადგილზე იქნებოდი, რა იქნებოდა მათი ტოქსიკური რჩევა დღევანდელ დედებსა და მეზობლებს? დედებსა და მეზობლებს რჩევა არ ვიცი, მაგრამ TikTok-ზე რომ ძალიან პოპულარული იქნებოდნენ, მაგაში დარწმუნებული ვარ. ძალიან, იმიტომ რომ დღემდე ძალიან უყვარს ზოგადად ეს სერიალი ყველას. თაობები იზრდება ამ სერიალს. წლები მიდის. ზოგადად არის შენადი წლები. მადლობა, ძალიან დიდი კომპლიმენტია. არის წლები. მიხარია. აი რო გიხურებ, აი მართლა. ნუ 1.15 კილოთი მეტი. კარგი. იმ პერიოდში ხო წარმოუდგენელი პოპულარობა იყო. გადაღებებზე რა ხდებოდა რეალურად? აი, ისეთი შემთხვევა, რომ დღესაც გაგახსენდა და სიცილი მოგედება. მე ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს და არ ვიცი არ ყველა გადაღება იყო ზოგადად დღესასწაულებით რა იმდენად თვითონ ცოცხლად მიდიოდა თითქოს სპექტაკლი იყო რა რომ მაყურებელიც იყო ცოცხლად თამაშობდით თან კამერები იღებდნენ და ყველაზე სასაცილო ის იყო რომ ჩვენ შესრულებული თუნდაც ჩვენი წინადადება რასაც ვამბობდით ან რაღაც ისეთ სასაცილო რაც იყო ჩვენც გვეცინებოდა ხოლმე მაგრამ ძალიან ვიკავებდით თავს რომ არ გავხსინებოდა ხალხთან ერთად იმიტომ რომ ნუ იქ მიდიოდა ძალიან ცოცხალ მოყოლილი თემა გვაქვს ასეთი კიდე ქართული სერიალების ოქროს პერიოდი როგორ გახსენდება პერიოდი როცა სერიალები ყოველდღიურ რუტინად იქცა კარგი გასართობია მე ვფიქრობ და დროის გაყვანის მხრივ რაღაცის ალბათ სწავლის მხრივ თუნდაც გაცნობის მხრივ ნუ არა ქართულ სერიალებშიც ხო რაღაცებს ეცნობ საინტერესო აი ჩიტოს ახსენდება რეგულარ მომიქცეთ ეს პერსონაჟებით დედა რომელიც ნამდვილად შვილს არ იმაშოთა არ უჩვენდა აი ყველა შენი აზრით რომელი სერიალი იყო გარდამტეხი ქართულ ტელევიზიაში? არ ვიცი, ესე ძალიან არ მიყვარს ხოლმე დასახელება. ხო, იმიტომ რომ არ მოწყენინო ვიღაცას. ხო, გარდამტეხი არ ვიცი, მაგრამ ცხელი ძაღლი ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სერიალი იყო. გოგონა გარეუბნიდა ჩემი ცოლის დაქალები ჩვენი ოფისი ჩიფსები და რა თქმა უნდა ეს სერიალები კიდევ და აქ სხვათა შორის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი რომ იყო არ ვიცი შეგახსოვს თუ არა იმედზე გადიოდა ის სერიალი საპონი არ სერიალი საპონი პატარა იყავი და YouTube-ზე არ არის ნუ შენახული არ არის თვითონ მასალა და ამიტომ არის თორე აუცილებლად გეცინებოდა საიდანაც დაიწყო რეალურად ჩემი ასე ვთქვათ ხალხი საიდანაც გამოსვლა ის იყო სერიალი საპონი კი და იყო ძალიან კარგი სერიალი და თქვილად მოხსენები ხოდა ეს სერიალები რას აკეთებდნენ ის სერიალი ბოდიშო გაწყვეტილებს სერიალ საპონსაც იღებდა გიორგი ლიფონა ფორმულა კარგია ნუ მაშინ პირველი სერიალი იყო გიორგისი საპონი მე წამოვიდა უკვე ეს სერიალი. ხოდა ეს სერიალი და მე ყველა სერიალი გიორგის გადაღებული ვფიქრობ რომ არის ფანტასტიკური. და ნუ გიორგის და იმ გუნდის ვინც აკეთებდა. ქეთი არჩევდარიანი ხო? არჩევ. ეგ არის წინასწარმეტყველი. ნამდვილად კი. ხოდა ეს სერიალები რას აკეთებდნენ სწორად? გოგონა გარეუბნიდან ჩიფსების თაობა ჩვენი ოფისი. ყველაზე სწორად ვფიქრობ აკეთებდნენ იმას, რომ რა სოციუმიც არის და რა საზოგადოებას და რა ახალგაზრდობაც ძალიან ახლოს არის, აი რომ უყურებ სერიალს. იქ გონია რომ შენი მეგობარი თამაშობს. ხო, ან გონია რომ შემეშეყარებულმა გააკეთა. ეს ძალიან ახლოს არის ადამიანებთან, იმიტომ უყვართ. მე ესე ვფიქრობ ადამიანებს ეს სერიალი.
მეორე თემა გოგმირები, რომლებიც ხალხს საკუთარი თავი ეგონა, გოგონა გარეუბნენ და ასე უნდა ვისაუბროთ. თავნაჭერიზე რატომ გაქცა ეს პერსონაჟი ასე ახლობელი მაყურებლისთვის? ვერ გეტყვი რატო გახდა. ალბათ თავისი ქცევების ხასიათიდან გამომდინარე. მიამიტი გულო. ხო, ისეთი კარგი გოგოა და ნუ რატო არ ყოფილი. გააბარხო სამად სერიალს არა? ნამდვილად კი. რეალური იყო ექში და ეს ტელევიზიაში შედაკულისები. კი. გარეგნობის თემის წამოწევა თამამინაბიჯი იყო თუ აუცილებელი? მე ვფიქრობ, რომ ორივე. თამამის და აუცილებლად. გაუშვებენ ასეთ სიუჟეტებს დღეს? დღეს ყველაფერს გაუშვებენ, რატო არ გაუშვებენ? შეცდოთ. რატომ გადარჩა ეს სერიალი წლების განმავლობაში? გადარჩას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ახალი დასრულებულია, აი გადარჩა დაუშვათ შუა ქალაქი, იმიტომ რომ ბევრი დრო გავიდა. იმის მერე რაც ეს სერიალი დამთავრდა და დღემდე არის მართლა გადარჩენილი კი არა, ძალიან პოპულარული. თუმცა ჩემ ცოლის დაქალებსაც ვფიქრობ, რომ ეს ბედი ერგო, იმიტომ რომ წლების მერე ალბათ სასიამოვნო საყურებელი იქნება. თავისი სიუჟეტიდან გამომდინარე, თავისი ყოველდღიური სიახლეებიდან, ადამიანების ურთიერთობიდან და პერსონაჟებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრია და ყველა არის ფანტასტიკურად შერჩეული პერსონაჟი, იდეალურად თავისი როლისთვის. კი, მე ძალიან მიყვარს კასტრაციის როლი, აი მაგ ნინო კიდე არის რაღაცნაირად საოცარი მსახიობი. ძალიან, აი როგორ მოკლა ეს ბანდრიკოლია და აი ძალიან მაგარია და აი საოცრად ასრულებს და სხვა შორის ნინო კასტრაცი არის ჩემი უსაყვარლესი მსახიობი, რა ვიცი, სტუდენტობიდან. მე პირველად ამისადი მის სპექტაკლს მოვხლევი და აი არ მქონდა არასდროს ნანახი მისი სპექტაკლი, აი იმდენად მოვიხიბე, იმდენად მომეწონა. ფანტასტიკურია, აი შეუძლია შეაშვებს მეჩორი. ბავშვები როგორ გაიშარდნენ? ძალიან. ბავშვები უკვე აღარ არიან, ბავშვები დიდებია. მედიკალ ორკი ფანკი, ჩემი საყვარელი. უსაყვარლესი. ყველა პერსონაჟი არის ფანტასტიკური. და სატირა, იუმორი და სოციალური პრობლემები სად გადიოდა ზღვარი? ჩემი ცოლის დაქალებში? ზღვარი იცი როგორ იყო? ყველგან გადიოდა ზღვარი და მე ვფიქრობ, რომ იმიტომ იყო ეს საყვარელი სერიალი, რომ ყველაფერი იყო ზომიერი. გადაჭარბებული არ იყო, არც ყალბი იყო ნამდვილი, იყო სატირაც, იყო დრამაც, იყო სასაცილოც, კომედიაც და ნუ თეატრშიც იყო გადაღება მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც. კი, მოზარდ მაყურებელთაც უმასპინძლა, ასე ვთქვათ, გადაღება. ძალიან კარგად. გადახდა ვისაუბროთ ჩვენი ოფისში ჩიფსების თაობა. სადაც არის მე ვუყურავდი ამ სერიალებს. რო გადიოდა რუსთავიორზე, მე ჩავუჯდებოდი კარგად. ჩიფსები ჩავუჯდებოდი ხო? აი, მაგრამ ჩიფსების თაობას ეს ჩაო ჩვენი ოფისში. ხო, ჩიფსების თაობა, აი უკვე ჩვენი ოფისში დევს YouTube-ზე. უი, რა კარგია. კი. YouTube-ზე რუსთავიორის და ეხლა მეკითხა, რატომ მუშაობდა მაშინ ოფისის იუმორი იმ პერიოდში? ოფისის იუმორი მუშაობდა, არ ვიცი რამდენად მუშაობდა, კარგი სცენარი იყო და იმიტომ ოფისის იუმორი, რა ვიცი, როგორ იყო, სალონშიც კარგად იქნებოდა ის, იმიტომ რომ, ნუ, კარგი სცენარისტი ყავდა და კარგად იყო გადაღებული და გიორგი არის ძალიან კარგი რეჟისორი და სხვა შორის არანაკლები ბად კარგი მსახიობია კიდევ. კი, დაამტკიცა კიდე ხელოვნურ სუნთქვაში. ძალიან მჭერი ადამიანია ზოგადად.
პერსონაჟები თითქოს კარიკატურები იყვნენ, მაგრამ მაინც რეალურები, ხო? კი. კი, კარიკატურები არა, უფრო თითქოს როგორი იყო, იცი? თითქოს ცოტა არარეალურსა და რეალურს შორის. მაგრამ რა ვიცი, კარგი პერსონაჟი. ცხელი ძაღლი და აკრძალული სეზონის ფენომენი, გვაქვს თემა. ნიშნავს აკრძალული სეზონი ქართულ რეალობაში? დღეს აკრძალული ალბათ აღარ არის და თუ მე მგონია რომ დღეს რო გადაიღო იგივენაირად და დაუშვათ. თუმცა ალბათ თემას გააჩნდა. ხა. იცი რა ვერ გეტყვი, არ ვიცი. იმ პერიოდში რატო აიკრძალა გაუგებარია. ნუ ალბათ არ მოეწონათ. იმ ხელისუფლებას იმ დროინდელ ალბათ ხელისუფლებას არ მოეწონა. თან ალბათ ახალი მომხდარი იყო ის კვლევებაც თუ რაც იყო ჟვანიას გარდაცვალება უფრო სწორედ კვლევა არა გარდაცვალება და ნუ ალბათ ის ახალი იყო შეიძლება იმიტომ არ მოეწონა და ხო ალბათ მაგითო თუმცა არ ვიცი პოლიტიკაში ძალიან არ ვარ ჩართული და მით უმეტეს მაშინ ვიყავი და ხო და ამიტომ ნამდვილად არ ვიცი. აი შოუზე თუ არა სერიალს ავტორის გარეშე გადარჩენა? ავტორის გარეშე? ავტორის სცენარისტის გარეშე თუ რეჟისორის გარეშე? რეჟისორის ამით. სერიალს? ხო. არა, ვიღაცამ ხომ გადაიღოს. ალბათ არა. უკვე გადაღებულზე ალბათ შეიძლება თუ რაღაც არ დაწვეს და არ გაგინადგურა ვიღაცამ იპოვის ის თავის გზას თუ კარგი სერიალია და დრამა ვიეს კომედია ხელოვნური სუნთქვა რატო გახდა ხელოვნური სუნთქვა ასე განსხვავებული? მოდი შენს ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს. დავურეკე მამას და არ იღებს. ეს იგი მოამალე. როცა არ მოდის პასუხობს დამაგვიანდება. ბრიგადა 523 როგორ გესმით? ბრიგადა 523 გესმით. გამოძახება მისამართზე კოვის ჩიხის 3. სანდრო, დამაცადე რა ერთი წამი. მაღალი არტერიული წნევა. წნევა გასაგები. მითხარი. ლობიოს ქვაბი დამჩაგარეთ. სამართი მიღებულია. მაცივარში შეინახე რა არ ამჟავდეს. აი. ობის ჩიხიბის. ამინდა ჩემი ცხოვრობდა მაგარი ქალია. ჩემი ბაბილინა. ფორმულა კრეატივის ახალი სერიალი. რუსთავი 2-ზე. მალე. სიუჟეტის გამო, მსახიობების გამო და კარგად გადაღებული სცენების გამო. კარგი მუსიკის გამო კიდევ. ხო, იმიტომ რომ სერიალი და ზოგადად ფილმიც დამოკიდებულია ზუსტად ამ ყველაფერზე. რა ერთობლიობაში უნდა იყოს. მუსიკაც მათ შორის, რა თქმა უნდა. კარგი მუსიკა ქონდა ჩეცლოდოსაც. ძალიან. თეატრი, ყველაფერი. ხო და ეს აი ყველაზე მეტად მე რა მგონია, იცი რომ გემოვნება მოქმედებს ძალიან მნიშვნელოვნად რა. როცა გემოვნებით არის შეგაკეთებული, იქ მუსიკაც კარგია, სცენარიც კარგია, ყველაფერი კარგია. რა თქმა უნდა. შოტიკოს პერსონაჟი ახალი ტიპის მამაკაცი ქართულ სერიალში. ხო. ხო, ახალი
მოგზაური გარდაცვლილი. ძალიან და არაჩვეულებრივი მსახიობია. ჯერ არის ძალიან ისეთი ვიზუალურადაც მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არაჩვეულებრივი გერი ხავს კი მირაკლი. ხო. კოლეგა. ნუ ისეთ არაჩვეულებრივი მსახიობი. ხო, ყველაფერი, აი ხო ვამბობ, რომ გემოვნება, რაზომიერება ხელოვნებაში, ალბათ ყველაფერში არის. აი რატომ გადავიდა მსგავსი პროექტების სტრიმინგზე და აღარ დარჩა ტელევიზიაში? იმიტომ რომ ტელევიზია კიდევ განმეორდები და ვიტყვი რომ ტელევიზიაში ხარ დამოკიდებული ვიღაცეებზე. აი სერიალი დავუშვათ გადაიღე, ხო მე ვარ გადავიღე სერიალი. უნდა მივიტანო ტელევიზიაში, მე ტელევიზიაში უნდა ნახოს დირექტორმა, ნუ ვისაც ეხება ეს გადაწყვიტონ უნდათ თუ არ უნდათ ეს სერიალი. და ასე შემდეგ. და ხო YouTube თავისუფალია. ეს არის არაჩვეულებრივი დრო შემოქმედი ადამიანისთვის. თავისუფლად გადაიღე ატვირთე. უპრობლემოდ არავისზე დამოკიდებული არ ხარ პირდაპირ გადიხარ ადამიანებზე და მაყურებელზე. სპონსორზე ხარ მაინც დამოკიდებული? სპონსორზე დამოკიდებული ხარ, მაგრამ ნახე როგორი რაღაცა თუ ნახვები და შემოსავლი იქნება და კარგი პროექტს აკეთებ. მაშინ თავისთავად მოდის სპონსორი. და ტელევიზიაში სპონსორებიც ტელევიზიის გარდა სპონსორებიც გჭირდება. კი. აი კეთილები თუ ისე მილიონამდე არიან თითო სერია. ეგ სერია წარვიცი, ხათულია? კი, კეთილები არიან, ჭიათურელები არიან, კაცები რომელიც წლები აიღებენ და ამ ისეთი ფენომენი ერთი ბიჭია, რომელიც ორ პერსონაჟს თამაშობს, ქალის როლს და კაცის როლს ისე მაგრად. მე განახებ ისე კარგად, რომ არ გეგონება ნამდვილია. ბარბობა, სპეციალს არც შეხვედრი. გამოგიგზავნე? კი. ინტერვიუს რო დავასრულებთ. კი, აი, თავარი თემა კონკრეტულად აღარ სერიალებს და რა მოკვდა პირველად, სცენარი დაფინანსება თუ რისკის სურვილი? რატო აღარ იღებენ სერიალებს? ჩემი აზრით აღარ იღებენ, იმიტომ რომ იმდენად პოლიტიზირებულია საზოგადოება და მათ შორის შემოქმედი ადამიანებიც, ხელოვანი ადამიანებიც და იმდენად მიდის ეს ბრძოლა, რომ ძალიან მთლიანად მოსულია პოლიტიკით ჩვენი ქვეყანა და ალბათ ამიტომ დრო აღარ ჩეცლოთ მაგალითად, იმიტომ აღარ იღება. ჩეცლოთ. ხო. აღარ იღებენ რა. მე ძირითადად რომ ვკურდებით აღარც უშვები ტელევიზიაზე. ყველა განმეორდებით YouTube-ზე. YouTube-ზე ხო, YouTube-ზეც რო არ იღებენ და უშუალოდ არიდება. კი. ძალიან სამწუხაროა სპონსორშორის. მე ძალიან წდება გული, იმიტომ რომ სერიალში ვარ, მაქვს მიღებული მონაწილეობა და ეს არის ჩემი საყვარლისი პროფესია ჩემი. ძალიან ხშირად ლიკაზეოვნები მოკურებლება რა, როგორ მინდა რა გნახო სერიალში, როგორ მინდა რა გნახო სერიალში. იმედია მალე რაღაცნაირად შეიცვლება კარგისკენ. იმედია ბიუჯეტიც იქნება. იქნება ბიუჯეტიც, ალბათ გადაიღებენ კარგ სერიალს. მე ვშურს თურქული სერიალებს დაიბენ. თურქები არიან არ სწავლულად მუშაობენ. იმათ აქვს ბიუჯეტი რაც უდიდეს. იცი რა, ნუ ის ქვეყანაც კაცი უფრო კი რამდენად დიდია, თავისი რესურსით ყველაფრით მოკლედ და ამიტომ ალბათ იქნება. აი რაღაც კარგი სერიალი იყიდება, თურქული სერიალი იყიდება რამდენ ქვეყანაში წარმოიდგინე. და ყველა შემოსავალი აქვს. იმედია ისო ჩასაფრებულია სულ ყიდულობს. ცოტა მგონია ისეთი სიუჟეტები აქვს ხოლმე რა, არარეალური. ფანტასტიკის. აი ამ სერიალში არ არსებობს პოლიცია. ხო. არსებობს. უყვართ კიდე თურქებს, აი ღარიბი ოჯახი დიდარი ოჯახი და ღარიბი. კიდე რო უყვარდება დიდას ღარიბით. ეგ თურქებს კი არ უყვართ ალბათ. ალბათ რეალურად ადამიანებს უყვართ ესეთი სიუჟეტები და ამაზე მორგებულად იღებენ ისინიც სერიალებს. მომავალი რა უნდა მოხდეს, რომ დაბრუნდეს ხარისხი? რა პირობებში დათანხმდებოდი დღეს სერიალში მონაწილეობას? ხარისხი რატო? ხარისხი დაბრუნებული არსად არ წასულა, ხარისხიანი ყოველთვის გქონდა და
მით უმეტეს გვექნება კიდევაც დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ვითარდება ჩვენი ქვეყანაც, ზოგადად გასობრიობაც და მგონია რომ ხარისხი პირიქით უკეთესი და უკეთესი იქნება. პირობები, რა ვიცი, კარგი სერიალი თუ იქნება და კარგი პერსონაჟი თუ იქნება, სიამოვნებით ვითამაში. დიდი მოთხოვნები არ მაქვს ასე ვთქვათ. ეხლა თამაშის დრო დადგა თუ სწორად ფასახად ცენტრალას ლომასი მუკის კოსმეტიქსიდან. ეს არის საჩუქარი? ია, ეს არის ცენტრალას ლომასი მუკი კოსმეტიქსი. რა ლამაზი შეფუთვა. ის წარმატებები. რომელ წელს დაიწყო სერიალი შუაქალაქში? 2007 წელს. თარიღი ზუსტად არ მაქვს. რომელმა კლუბმა თქვა ეს ფრაზა თქვა? ქეთევანმა? ფუკო, პავლე კობლაშვილი, რა ვიცი მე? ვინ თქვა რომელმა კლუბმა? თამარი იტყოდა. ხვალ შვიცაძე შარდეზე გელოდები მაშინდელივით მაგრა გავერთოთ. პკ. თამარ პკ რა არის? პკ. პავლე კობლაშვილი რა ვიცი? ევაკუატორი რა დამინდა? ვინ თქვა ეს? ხო. ქეთევანმა? კი. დათუნა გემუდარები რა გეხვეწები მე მარტო ვერ გავიყვა ლაშიკოს და გეხვეწები რა გამაყვანინე პატარა გოგო რა შემიძლია ამდენი გეხვეწები ეხავე ევაკუატორს დაურეკავ. ევაკუატორი დათვიდა რომელ სეზონში და სერიაში გამოჩნდა შენი პერსონაჟი? ჩემი პერსონაჟი თუ სწორად მახსოვს გამოჩნდა მეორე სეზონში. ხო? სერიალი გახსოვს? 23-24. კარგი. დაასრულე სიტყვა თამარა, კარგი კაბა გაცვია ეს. ეს ჩემი ფრაზაა, ხო? ხო. ბაკეტზე რო გეცვა ის არის, ხო? კი. თამარ. რა კარგი კაბა გეცნო. ეს ბაკეტზე რო გეცვა ის არის, ხო? ლიკა ვიდოდა რა იქით სუფრასა დამჭდარიყო, მაგრამ შენ თუ გიდა თამარმა გითხრა და შენ? აქ ადრე გითხრა თამარმა. აქ დაჯდომა თუ გინდა დაელოდე რო გათავისუფლდება და დაჯექი თუ რაღაც ესეთი. ლიკა, ბატონო, მე მინდოდა რომ იქით სუფრასთან დამჯდარიყავი, მაგრამ შენ თუ გინდა რომ აქეთ დაჯდე, აი აქ დადექი და ადგილი თუ გათავისუფლდება, მაშინ გახსვა. მესამე სეზონში მიმდინარეობს სცენა, სადაც კორპუსის თავმჯდომარეობდა აირჩია, ხო? როცა გაიგე სადარბაზოში, რომ ქეთევანი ლაშიკოსთან იყო წასული და თქვი, ეს სიტყვებია, ამას ვამბობ ზუსტად რა კორპუსის თავმჯდომარეა და აქეთ იქით დაეხეტება. თიკა მე წავს ქმარი, მაგრამ აქეთ იქით კი არ დავეხეტები. რა გითხრა თიკამ ამ დროს? ლიკა იცი რა? იცადე, ლიკა იცი რა, შენ იმდენი ქმარი ყავდა, შეიძლება აგერია. ხო, რაღაც ესეთი იყო. შეიძლება აგერია და ამიტომ რაღაც ესეთი იყო. ამიტომ ვერ არჩევ. იცი რა არის ლიკა, შენ იმდენი ქმარი ყავდა რომ ალბათ გეროვა მისამართები და მაგიტოვი. აუწმითნია თუ ყვერა. კი. რა წამოწდევინე სადარბაზოში გამოსულ თამარს? ვაიმე რა არ მახსოვს. ლაშიკოს ჩასიძლება გლონტებთან. ani გათხოვდა. აქ აღარ არის და ჩვენც ვიფიქრეთ რომ ახალი თან. ვიცი რომ გათხოვდა, მე კი არ წასულა, პირიქით სიძე მოვიყვანეთ აქეთ. აი, ხო გათქვევინე. ეგ მაინტერესებდა ზუსტად. რა თქვა თამარმა შენზე, როცა დაიშალეთ საღამომდე? ვაიმე, ეხლა ეს გაწეწილილი კატალახაძე უნდა იყოს კორპუსის თავმჯდომარე? კარგი,
თამარ, საღამოვიდე. კარგად. ვაიმე თიკა. ეს გაწეწილი ლიკა ტალახაძე უნდა იყოს, ახლა კორპუსის თავმჯდომარე? რა სლოგანი მოიფიქრე თამარმა შენზე არჩევნებისთვის? რა სლოგანი მოიცადე ზუსტად უნდა გავიხსენო. გინდა მტვერი, გინდა ტალახი, გინდათ მტვერი, გინდათ ტალახი. აირჩიე ტალახაძე. ესე იგი, გინდა მტვერი და ტალახი. აირჩიე ტალახაძე. ხმების დათვალზე ვისთან წაგიყვანოთ თამარ გლოტმა. ირაკლისთან. მე ვიცი ნეიტრალური და ჭკვიანი ადამიანი. წამოდი ახლა წავიდეთ. ადეგით წამოდით. ნელა ხარ მიაჯახო რამეს. ნელა გამიშვი მე გამიშვი. აი შედია. მე მეოთხე სეზონის მერვე სერიის სცენა, სადაც თამართან მიხვედის სახლში. ხო. თამარმა გითხრა, ლიფტის ფული გაიაფთა და 1 ლარი ღირსავს, რომელში რამდენი ხნით ადრე გაიაფთა. 1 წელი თუ 6 თვე მახტევინებდა. ხო? 6 თვე მახტევინებდა. აღარ იყო გაიაფებული ძვირს ასე ვთქვათ. მელიკა მეკიტვაიმე. და მე რო გითხარი რომ ლიფტის ფული გაიაფთა და უკვე ლარი ღირს მეთქი გახსოვს? კი. 6 თვით ადრე გაიაფთა და მე რა გითხარ? ვა. კი. მოდი. მართლა თამარ. მაგდენის? არა და არ გიტყობა საერთოდ. თამარმა ყურში ჩაქჩურჩულა მისი ასაკი, რომელსაც მალოდა გაგიმხილე ასაკი სინამდვილეში რამდენი წლის იყო. აღარ მახსოვს. ალბათ 35 ის? ან ყურში ჩაქჩურჩულა, იცით ჩვენ. 35 ვთქვა. არა, 35 ძალიან დიდი გამოდის იმ პერიოდისთვის. ჩვენ ვიყავით რამდენი წლისები? 22. 22 ხო? ხო. თქვა ესე 22, თუმცა არ მახსოვს დავდი, რა ჩემთვის. ვინ დაურეკა სახლის ტელეფონზე თამარს და როცა უთხრა ჭორაოთ მადალიკა გოგოებიო, რა უთხრა ვინც დაურეკა? ან ვინ დაურეკა და მე რა უთხრა იუზამ რო დაურეკა მახსოვს და თვალები ხართო თუ რაღაც ესე იმდენად ვერ დაიჯერა კაცო ჭორაობდა. ალო, ხო იუზა. ხო ეხლა არ მცალია. მეგობარი მყავს ლიკა ტალახაძე და ვჭორავთ გოგოები. არა რა მთვრალი ვარ. არცის. კარგი, მოკლედ, მადლობა. და აი კარგად გაეცი. ეს ცენტრალას ლიმასი ამერიკაში დამზადებული, ამერიკაში წარმოებული და დეტალურად გავეცნობი. სისთვის ორი რამ, რომელიც ჩაგინაცვლებთ ყველაფერს, რასაც კი აქამდე ხმარობდით, შედეგს დაინახავთ ძალიან სწრაფად. ეს არის ტონერი, შეიცავს ცენტელას ექსტრაქტს, რაც ძალიან კარგია ფორებისთვის, ნაოჭებისთვის, პიგმენტური ლაქებისთვის. რა კარგი, სახის გამწმენდი იქნება, ხო? ლიმიტთან. კარგი სუნერც იქნება, აუცილებლად. კი, ამის მენუკის არაფერი შეთაშორის არ გამომიყენებია და ძალიან საინტერესოა ჩემთვის. აუცილებლად. დამიყენებ შეთაშორის ამის შორჟოლიანი. ხა? ძალიან კარგი. და დღეიდან მეც გამოვიყენებ. ლუკი კოსმეტიკსი. რა ფრაზით დავასრულოთ ჩვენ ქალაქიდან, აბა? რა ფრაზით დავასრულოთ გადაცემა პოდკასტიდან? რა ფრაზით შუა ქალაქიდან? აბა. რა ფრაზით და გინდა ტალახი. გინდა ტვერი. აირჩიე ტალახაძე. მადლობა ძალიან დიდი. რამდენი ხანია გეგმავდით? ძალიან დიდი ხანია და როგორც იქნა შედგა ჩვენი